საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სათვალთვალო ვიდეო კამერების პროგრამული უზრუნველყოფა არის შეძენილი რუსული სანქცირებული კომპანიისგან. ეს ყველაფერი მიუთითებს და ადასტურებს იმას, რომ ანტიქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში უსაფრთხოების ბედი გადააბარა FSB-ს, საქართველოს მოქალაქეების ბედი გადააბარა FSB-ს და ცალსახად არსებობს ძალიან დიდი საერთაშორისო საგარეო საშინაო რისკები, რომელიც მიმაგრებული იქნება და დამოკიდებული იქნება პუტინის რუსეთის FSB-ს კონტროლზე და გადაწყვეტილებებზე. ეს არის სისტემა, რუსული საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების გაკონტროლება გადაადგილების პროცესში. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია აღრიცხოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში, მაშინაც კი, როცა მათი სახე ნაწილობრივ არის დაფარული. ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა ამოქმედა მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა მრავალ ათეულ ათასიანი საპროტესტო აქციები. კომპანიები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში დღეის მდგომარეობით 10,000-მდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ოცნების რეჟიმი უკვე წლებია იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების კამერებს. კამერები ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს და იქ არის წარმოებული და პროგრამირება და უზრუნველყოფა ეკუთვნის პუტინის რუსეთს. ეს არის კომპანიები Hikvision-ი და Dahua, ეს ორივე კომპანია არის სანქცირებული ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა იმ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ უშვებს მოქალაქეებზე ტოტალურ კონტროლს, ძალადობას, თვალთვალს და ასევე იცავს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების კონტროლისაგან. ამ ყველაფრის პარალელურად ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დევნოს საქართველოს მოქალაქეები, ისინი აკონტროლოს ყველგან და ეს ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას და პუტინის რუსეთს. ერთს როგორც მწარმოებელს ამ ვიდეოკამერებისა და მეორეს როგორც პროგრამულ უზრუნველმყოფს პუტინის რუსეთის სახით. არანაირი მოთხოვნა რეალურად ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენ ამ მიმართვას ვაკეთებთ იმის, რომ მოქალაქეებს უთხრათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის საფრთხეში და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური უფლებები, ადამიანის უფლება, თავისუფლება, გადაადგილების და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი. არანაირი მოთხოვნა ივანიშვილის პროკურატურასთან ან პოლიტიკასთან ჩვენ რა თქმა უნდა არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ არ გვაქვს მოლოდინი, ისინი ჩაეხსნებიან FSB-ს, რომელსაც გადასცემენ ჩვენი მოქალაქეების ინფორმაციას.